მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ რამდენი ხანია ახალი ვიდეო არ გადამიღია და დღეს ვაპირებ ერთი კარგი ვიდეოს გადაღებას და შემოთავაზებას. მეორე მინდა გითხრათ, რომ თამაშებიც აუცილებლად გაგრძელდება, ძალიან კარგი სტრატეგიები ნარხზე. და მესამე მინდა გითხრათ ყველას, რომ დაიდება ასევე უფრო ახალი საინტერესო დამონტაჟებული ვიდეოები და ეს რაღაცა ჩავარდნებით არ იქნება, ასე რომ ვთქვათ, ძალიან გრძელვადიანი და ვიდეოებს შორის ინტერვალს ესე აღარ გავაგრძელებ. და დღეს მინდა რომ გელაპარაკოთ. ბევრისთვის შეიძლება საინტერესო არ იყოს და ბევრს შეიძლება არც აინტერესებდეს ახლა ეს, მაგრამ ცოტა ესეთი სამეცნიერო ვიდეო მინდა რომ გადავიღო. სოფლიო მიზიდულობის კანონზე მინდა რომ გადავიღო და ფიზიკას მინდა რომ ცოტა შევეხო და ახლა ბევრისთვის რამდენად საინტერესო იქნება და რამდენად დააინტერესებთ არ ვიცი, მაგრამ სამყაროს კანონები და სამყაროს მუშაობის პრინციპები მე მგონი ყველასთვის უნდა იყოს საინტერესო და მეტნაკლებად ადამიანებს ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეთ. და მე შევეცდები ერთადერთი ამ ვიდეოს განმავლობაში რა ამოცანაც მექნება იქნება ის, რომ შედარებით გასაგებენაზე აუხსნა ეს ყველაფერი, გასაგებენაზე გადმოვცე და ვინც ნახავს ამ ვიდეოს დავაინტერესო და მეტნაკლებად აუხსნა სამყაროს მუშაობის პრინციპი. მაშასე რა ხდება, როდესაც ჩვენ ყოველდღიურობაში უბრალოდ გზაზე დავდივართ, როდესაც რაღაცა მაღალი სიმაღლიდან ვარდებით და ვეშვებით დაბლა, როდესაც რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში დიდი სხეული უფრო სწრაფად მიგორავს რაღაცა კონკრეტულ ზედაპირზე, ვიდრე შედარებით პატარა სხეული. რატო ხდება ის, რომ სიმყარეს და სიმკვრივეს მეტი წონა აქვს ზოგჯერ, ვიდრე ნაკლებად მყარ და ნაკლებად მკვრივ სხეულებს. და საერთოდ რატო ხდება ესე, რომ ზევიდან რაღაცა რომ ჩამოაგდო, დიდი და უფრო მძიმე სხეული მალე ეშვება დედამიწაზე და შედარებით პატარა და მსუბუქი სხეულები უფრო დიდი ხანი ცოტა აეროდინამიკის პრინციპებიდან გამომდინარეც არის, მაგრამ უფრო დიდი ხანი ადომებენ ჰაერში ყოფნას და უფრო ესა დიდ დროის მერე ეშვებიან დაბლა მიწის ზედაპირზე. ერთადერთი რაც სოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენას უკავშირდება, ეს არის ისააკ ნიუტონის სახელთაგორთან. იყო ესეთი მეცნიერი, რომელმაც 1667 წელს აღმოაჩინა, ასე რომ ვთქვათ, კი არ აღმოაჩინა, მანამდე უკვე ეს პრინციპებიც სიმძიმის და სიმყარის და ასევე აჩქარების და ასე შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ფიზიკური მოვლენაა, რომელიც მიზიდულობას განაპირობებს, იყო, მაგრამ იმაში მოიყვანა რა, ასე ვთქვათ, სისტემაში მოიყვანა და აღიარა როგორც სოფლიო მიზიდულობის კანონი, როგორც სხვადასხვა სხეულებზე ურთიერთქმედების ერთ-ერთი მექანიზმი, როგორც გრავიტაციულ ძალებთან ერთად. გრავიტაცია შედარებით უფრო სხვა რაღაცაა და უფრო აინშტაინის მიეწერება. იყო 3-4 მეცნიერი, იყო დიდი ფიზიკოსი, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ გარდატეხა მოახდინეს ფიზიკის ისტორიაში. და შექმნა ესეთი ფორმულა, F უდრის J გამრავლებული M1 გამრავლებული M2-ზე შეფარდებული R კვადრატთან, სადაც
ერი არის სხეულების ცენტრებს შორის მანძილი, M1 გამრავლებული M2-ზე არის ურთიერთქმედება სხეულის მასებს შორის ურთიერთქმედება და J არის გრავიტაციული მუდმივა, ეს გრავიტაციული მუდმივა არის ფორმულაა ესეთი ასევე რომელიც არის 6.67 მიასედი გამრავლებულია 10 ხარისხად -12-თან n გამრავლებული m-ზე კილოგრამ კვადრატთან, ну ესეც არის ერთ-ერთი ეტალონი, ასე ვთქვათ, აი მრავალი როგორ ვთქვა, მრავალი იმ ბუნებრივი სამყაროში არსებული სხვადასხვა ძალების და ერთეულების, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ სიმძიმეზე, მსოფლიო გრავიტაციაზე, მსოფლიო მიზიდულობაზე და შეიძლება ითქვას ასევე, ეგეც ფიზიკაში აღიარებულია, რომ მსოფლიო მიზიდულობის ძალა ამ სხეულების მასის პროპორციულია, რომელზედაც თვითონ ეს მიზიდულობის ძალა მოქმედებს. ну ნიუტონზე რაც შეიძლება ითქვას იყო ინგლისელი მეცნიერი მე-17 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მეცნიერი. ну ეს იყო ადამიანი, რომელიც ფაქტიურად მოღვაწეობდა ვიქტორიანულ ეპოქაში შეიძლება ითქვას და ეს იყო დიდი აღმოჩენების ეპოქა, რა თქმა უნდა, დიდი მოგზაურობების ეპოქა. ცეცხლსროლი იარაღზე გადასვლის ეპოქა, პერიოდი ნელ-ნელა და ზუსტად ამ დროს ევროპის წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებში იბადებოდნენ ისეთი ძლიერი მწერლები, როგორც იყო მაგალითად გოეთე, კოპერნიკი და ასე შემდეგ. კიდევ ძალიან ბევრი წამყვანი კლასიკოსები, მაგალითად მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, ასევე ცნობილი სამხედრო საქმისცოდნე გენერლები. ანუ იტალიური რენესანსის ეპოქამ შეიძლება ითქვას თავისუფლად საფუძველი დაუდო იტალიის აღმავალ სამეცნიერო ეპოქასაც. ну ჯორდანო ბრუნო არ შეიძლება არ ითქვას, რომელმაც ну კი იძახი არის წმინდა ინკვიზიციამ იმის გამო დაწვაო, რომ დედამიწა იყო მრგვალიო და მაგის გამო ერეტიკოსაც შეაცხესო, მაგრამ იქ იყო კიდე ძალიან ბევრი აღმოჩენა ჯორდანო ბრუნოს ისტორიას, ვინც გადახედავს, საერთოდ დაწვრილებით წაიკითხავს. იქ ასევე გამორიცხულია გვერდია უარო იმ ძალიან საინტერესო სხვადასხვა აღმოჩენებს, რაც ჯორდანო ბრუნოს საახსო ყოლებს გაკეთებული. მზის სისტემა და ჰელიოცენტრულად აღიარა რა, იყო გეოცენტრული, მაშინდელი სამყარო აღიარებული იყო როგორც გეოცენტრულად და აღიარა როგორც ჰელიოცენტრულად. როგორც ცნობილია, ერთ სიტყვით ისევ დაუბრუნდეთ ამ კანონს, დედამიწის ზედაპირთან ახლო მდებარე სხეულების ვარნის აჩქარება, როგორც თავიდან დასაწყისში აღვნიშნე, არის აღნიშნული G100 და პირდაპირვე M1 გამრავლებული M2-ზე ამ სხეულის მასების პროპორციულია, ანუ ზედაპირზე რაც უფრო ზევიდან გადმოვაგდებთ ზედაპირის მიმართ სხეულის ვარნის აჩქარება და დაცემის ძალა, ზედაპირზე დაცემის ძალა. ხოლო ეხლა რაც შეეხება იმ ლეგენდას, რაც ვაშლზე არსებულ ლეგენდას, რომელიც რაღაც ყვებიან ხოლმე, ვაშთან დაკავშირებულ ლეგენდას, არის აბსოლუტურად სიცრუე. მე პირდაპირ შემიძლია რომ გითხრათ ეგეთი რაღაც ვაშლი დაეცა თავში და იმის მერე დაფიქრდა რომ თურმე დედამიწა ეს რაღაცა მიზიდულობის ძალა ყოფილა და ასე შემდეგ. თუმცა დღევანდელი კვანტური ფიზიკოსები მიდიან ძალიან და მეტაფიზიკოსები იმ ისეთ საინტერესო აღმოჩენებს აკეთებენ, რომ გრავიტაციული კანონები, ასევე მსოფლიო მიზიდულობის ძალის კანონებს შეიძლება ყოველ შემთხვევაში ისეთი სამყარო აღმოაჩინონ და გახსნა, რომ
იქ უბრალოდ ხაზი გადაესვას და კითხვის ნიშნის გადადგეს ამ კანონების არსებობა. ანუ ჩვენ გვერდზევე პარალელური სამყაროს მცნება, მე ვფიქრობ, რომ არ არის ჭორი და კი შეიძლება იყოს ესეთი სამყარო, სადაც საპირისპირო კანონები, საკისებურად საპირისპირო კანონები, ფიზიკური კანონები მოქმედებდეს, დიახ. და ეს არის ყველაზე საინტერესო. მაგრამ ასევე რაც შეეხება სხეულების ურთიერთქმედებას ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე გამოდის ერთი რაღაცა, რომ ორი სხეული როცა არის ორ სხეულს შორის მესამე კანონიდან გამომდინარე ორ სხეულს შორის ურთიერთქმედების ძალა არის უკუპროპორციული ერთმანეთის. ასევე ეგეც მინდა რომ აღვნიშნოთ. ეხლა სამყაროში როგორ მუშაობს უშუალოდ და დედამიწასთან მიმართებაში ეს კანონები. ერთ-ერთი მეორე ფორმულა ასევე კიდე მინდა რომ გითხრათ, არის ესეთი ფორმულა a უდრის 4n კვადრატი გამრავლებული r-ზე შეფარდებული t კვადრატთან, სადაც უკვე r არის დედამიწისა და მთვარის ეპიცენტრებს შორის მანძილი, ესეა გაზომილი, ფიზიკოსების მიერ არის ეგეთი ფორმულით გამოთვლილი, არის 3,840,000 კილომეტრი, დიახ, თუ არ ვცდები. და t არის მთვარის ბრუნვის პერიოდი და მთვარის ბრუნვის პერიოდად აღიარებული არის დედამიწის 27 დღე-ღამე. ანუ დედამიწა თავის ღერძის გარშემო იმ მთვარე თავის ღერძის გარშემო იმდენად უფრო ნელა ბრუნავს, რომ დედამიწის 27 დღე-ღამეს უტოლდება. და ეხლა წარმოვიდგინეთ, მთვარი ასევე ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, დედამიწის გარშემო და დედამიწასთან ერთად მზის გარშემო. თვითონ მზის სისტემა კიდე ბრუნავს გალაქტიკის ღერძის გარშემო, ირმის ნახტომის გარშემო. ესე იგი, ანუ ერი შეფარდებული t-სთან გამოდის, რომ მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით და არა მარტო დედამიწის ზედაპირზე არსებული მიზიდულობის კანონის მიხედვით. აქაც კონკრეტული ფორმულაა და პირობითი არ არის ეს ფორმულა, საკმაოდ ზუსტად არის გამოთვლილი და გამოანგარიშებული. და შეიძლება ითქვას, რომ სხეულებს შორის მანძილის 60-ჯერ გადიდება ზუსტად იწვევს მაგალითად აჩქარებას 60 კვადრატით. ანუ რამდენჯერაც მანძილი მეტია ორ თუნდაც ციურ სხეულს შორის, ამ შემთხვევაში დედამიწასა და მთვარეს შორის, იმდენჯერ მეტია აჩქარება და შესაბამისად ისეთივე მიზიდულობა და ურთიერთქმედება აქვს ამ ორ სხეულს ერთმანეთთან. თუ კარგად იცით ახლა რა თქმა უნდა ასტრონომიაში მთვარის ფაზები, როცა მთვარე უახლოვდება და გვიახლოვდება ჩვენ დედამიწაზე, რა პროცესებია ხოლმე, როგორ აისახება ეს პირველში ადამიანების ჯანმრთელობაზე, ზღვების და ოკეანეების მიქცევაზე და მოქცევაზე. და ეს კანონი ფაქტიურად, ეს მეორე ფორმულა, რაც თქვი, მართებულია თითქმის ყველა სხეულისთვის, აი უდიდესი სხეულებიდან დაწყებული, უმცირესი ნაწილაკებით დამთავრებული. ეს არის ატომები, ფოტონებიც კი და პროტონები, ნეიტრონები და არ ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ შეიძლება ჩვენ სამყაროს კარგად რომ დავაკვირდეთ, აქედან გამომდინარე. დავასკვნათ, რომ მიკროკოსმოსი, მიკროსამყარო არსებობს ჩვეულებრივად, არის დიდი სამყარო, მაკროსამყარო, მიკროსამყარო და ასე შემდეგ. მაგრამ ყველგან არის ერთი პრინციპი. ამ შემთხვევაში ნიუტონი ვარაუდობდა, რომ ორ სხეულს ურთიერთქმედებებს რაც შეეხება ორ სხეულს შორის ურთიერთქმედების და მიზიდულობის ძალა დამოკიდებული უნდა ყოფილიყო ამ სხეულებს შორის მანძილზე. და აინტერესებდა მოცემულ შემთხვევაში შეიცვლებოდა თუ არა ეს J ფორმულის J-ასო დედამიწის ძალიან შორ მანძილზე არსებულ სხეულებზე. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვიძახით, რომ მთვარეს აქვს რაღაცა კონკრეტული გავლენა
დედამიწის მასაზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე შედარებით უფრო დაშორებულ სხეულებს დედამიწიდან თუ ექნებოდა თუ არა რაღაც ნაწილს მიზიდულობის ძალა დედამიწის მიმართ. აი მაგალითად ხო არის დიდი პლანეტები ურანი, პლუტონი, ნეპტუნი, მარსი, სატურნი და ასე შემდეგ. აი ამ პლანეტებს. და ანუ ასევე შექმნეს მე თვალის ცენტრისტული აჩქარების ფორმულა შექმნეს დედამიწის ცენტრისტული აჩქარების ფორმულა და აბსოლუტურად ყველაფერი და ეს ფორმულები იყო ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. და ამ ფორმულების ურთიერთქმედებით გამოითვლებოდა შემდეგ უკვე ის საერთო კანონები, როგორც გრავიტაციული კანონები, როგორც არის დედამიწის მიზიდულობის ძალა, სიბძიმის და ზონაწონის ერთეულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეგ ყველა რა თქმა უნდა ვიცით რომ ყოველი ორი სხეული ერთმანეთს იზიდავს ძალით, რომელიც ამ სხეულების მასების პირდაპირ პროპორციულია და მათი ცენტრებს შორის მანძილი არის კვადრატის შესაბამისად უკუპროპორციული. ესეც არის ფიზიკური ფორმულებით დამტკიცებული და გამოთვლილი და ჯერჯერობით ეს კანონები მუშაობს ამ სამყაროშიც. ჩვენ არსებულ მატერიალურ სამყაროში, აი რასიც ჩვენ ცხოვრობთ, ზუსტად ამ ფიზიკურ კანონებზე აგებული ეს სამყარო და სამყაროს მუშაობის ესეთი პრინციპები. რა ვიცი კიდე რა შემიძლია დავამატო. სოფლიო მიზიდულობის კანონს არა მარტო დედამიწის მიზიდულობის და სოფლიოს მიზიდულობის ძალის კანონს. ეს არის, რა თქმა უნდა, ბუნების ერთ-ერთი უნივერსალური კანონი და ეს არის ნიუტონის როგორც მეცნიერის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, რა თქმა უნდა. მე კიდე ერთხელ აღვნიშნე, ნუ რაღაც თავში ვაშლი დაეცა და მე დაფიქრდა რაღაცებზე, ეგ არის ტყუილი, ეს იყო არა მარტო ფიზიკოსი იყო, ქიმიაში ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა, გეომეტრიაში და სხვა მეცნიერებებში ასევე და სამყაროს დიდი ხნის კვლევამ და სამყაროს მოვლენებზე დიდი ხნის დაკვირვებამ აიძულა დიახ ეს ადამიანი და მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა რაღაცა ერთი რაღაც მიზიდულობის კანონი. მაგნეტიზმს თუ არ ჩავკრით, მაგნეტიზმი ცოტა კიდე სხვა თემაა. და ასევე ცალკე ვიდეოს მაგნეტიზმს გადავიღებ და შევეცდები, რომ გასაგებ ენაზე აქვს და მაგნეტიზმიც როგორც მოვლენა. ნუ იმედია რომ მოგეწონებათ ეს ვიდეო, ნახავთ. ძალიან მალე როგორც დასაწყისში შეხვდით, დავიწყებ ერთ-ერთ ახალ თამაშს და გადავიღებ let's play ვიდეოებსაც. ყველას მინდა რომ გისურვოთ მშვიდობიანი დღე და მშვიდობიანი საღამო. დროებით და კარგად ვსანდებოდეთ.